დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი мотиваციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. 2011 წელს ოქტომბერში მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. როდესაც ბატონი ბიძინეევანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მე მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი. მაშინ გახსოვთ, ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი უკანონოდ ჩასვეს ციხეში და სააკაშვილის რეჟიმს ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად მძევლად ყავდა აყვანილი. და გამარჯვებით, რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ ბიძინეევანიშვილის ლიდერობით ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა ჩვენი პარტიის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა და საკუთარი ხალხის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მეწილად მოხდა პატივი ბიძინეევანიშვილის გუნდთან ერთად აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადზე მეტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს. მე ნამდვილად მიამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე. გუნდთან ერთად ბევრი საქმეს გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ. სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად უზრუნველყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მე ყოველთვის ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. და დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძლე და მოვახერხე. უფლის შეწევით და წყალობით პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ასევე ჩვენი პარტიის წინაშე. რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. მე არაერთხელ მithქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადეული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს შემთხვევით ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. ასე იყო 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავტოვე 23 წლის ასაკში და პოლიტიკიდან გავედი. ასე იყო მაშინაც, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და ქართული ოცნების გუნდთან ერთად განვაგრძე ერთად დაწყებული საქმე. ასე იყო შარშან, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვე პოლიტიკას. დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. და ბუნებრივი ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინეევანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი ქართულმა ოცნებამ ქვეყანას საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ქვეყანა გადაარჩინა. დამოუკიდებლად მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ამ ფონზე მიმაჩნია,
რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშნული და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების თავარი მონოპოვარის იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. შესაბამისად ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. სულ ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის. მე წარმატებს უსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად ქართული ოცნების გუნდს, დიდ გუნდს, მადლობა ქართული ოცნების თითოეულ წევრს, მომხრეებს, მხარდამჭერებს, იმ უზარმაზარ არმიას, ვისთან ერთადაც ამდენი გამარჯვება ვიზეიმეთ. მე მადლობას ვეუბნები საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს. მე მჯერა, რომ ქართული ოცნება იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს. ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და პარალელურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. და რაც თავარია შექმნის შესაბამის რეალურ პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის. უფალი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს.